ახლა არის 8:30. რა საათი ხდება? სწორად. ვიდეოც საუზმეზე. ნახოთ აპარატი გვხდება. ყველაზე კარგი და გებრიელი ნაწილი ეგ არის ხოლმე რა სადბეროა. საუზმე. ლიფტი მხარეს. თუიაცა. 9 საათზე უკვე უნდა გავიდეთ. სართული არ მქონია, მაგარი ვარ. ნაკოთ. ორას თავცებს შევჭამ. მენი. მე მგონი. არა. საბოლოოდ ორივე შევჯერდით, რომ ქულას ვუწერთ 10-დან 8-ს. ამ სასტუმრო საუზმეს. ნორმალური საუზმე იყო. ანუ უკეთესი შეიძლებოდა. სადღაც 7 ქულას დავუწერდი საუზმეს. ან 8-ს. საუზმეს. ეს. მოგეთ ნომერი. ცოტა ხნით ამოვედით ნომერში და დღეს დიდი დღეა. დღეს პროისეთი ისტორიული თემები გვაქვს რა, top cup-ი და ჰარემი და დოლმაბაღჩე და ასე შემდეგ. განსაკუთრებულად მაინტერესებს და ერთი სული მაქვს top cup-ი და ჰარემი ვნახო. და საკმაოდ დატვირთული ტურია და დატვირთულია სანახაობების მხრივ. ზოგადად სტამბოლში ძალიან ბევრია ისედაც სანახავი და ძალიან ცოტაა 4 დღე და 5 დღე რა, ანუ ძალიან ცოტაა. აი თუნდაც გუშინ ახლა ბალათის ნახვა იყო, ანუ ჩვეულებრივი სირბილი, აქ არის ლამაზი ფერადი კაფე, მე არ ვიცი, საჩავსო როგორ ჩავსო, არ ვიცი, მაგრამ ისე გეტყვით. სადაც არის მოწყობილი რაღაცა ფოტოზონები, სხვადასხვა და ძალიან ლამაზი ფოტოები გამოდის. იქაც ხო აი რაღაც არა ჯერ ქმარი ყავს გადამღებად. ფოტოებს რა თქმა უნდა 100 წელი არ ვანდობ, გამორიცხულია. მაგასაც ხო მნიშვნელობა ხო ვინ გიღებს? ნუ აბსოლუტურად არაპროფესიონალი. ამ საქმეში. და კიდე კარგად ბიტანს და იტანს. ვიდეოს ვურთავ ხოლმე და მე იმ ვიდეოდან ვსკრინავ რა. როცა გამოსავალი სხვა არ არის, ესე ჯობია. რაღაც მომენტს მე თვითონ ვიჭერ. თორე ფოტო გამორიცხულია რომ გამოვიდეს, არ არსებულია. ჩათვალე რომ საერთოდ ყველაფრის გარეშე უნდა წავიდე აქედან. ხო და რას ვამბობდი? ჩვეულებრივად ვიძალავე რომ იქ შევსულიყავ, იმიტომ რომ არ გვაქვს ოდრო და მე 15 წუთი ახლა აქ ვიქნები თუ შიგნით მნიშვნელობა არ აქვს და შევალ და გამოვალ და კიდევ კარგი შევედი, თორე ალბათ სამი ფოტოც არ მექნებოდა. ეს არის ჩვენი ავტობუსზე. ამ ავტობუსით გადავადგილდებით. ეს დღე უკვე დატვირთული იყო ძირითადად ისტორიული სანახაობებით. top cup-ი, დოლმაბაღჩე, წმინდა ირინეს ტაძარი, ჰარემი, ბაზილიკის ცისტერნა, ასევე ამ ჩამონათვალში იყო აია სოფია, თუმცა ვერ ვნახეთ. აღჭურვილობა მზად არის. ნახოთ. მოვირგეთ ყურები, რომ კარგად გავიგონოთ გიდის სახს და განმარტებები, რომელიც მართლა დაწვრილებით და ძალიან კარგად ხსნიდა. ნამდვილად ეს უნდა აღვნიშნო და ისე ვტკბებოდით ულამაზესი ხედებით, ულამაზესი ბაღი აქვს დოლმაბაღჩეს, საოცრება ბაღი. მთელი დღე რომ ისე ირნო, უბრალოდ ვერ მოგბეზრდება. აქ იმდენი ოქროა. ერთი ფრჩხილის ოდენა რომ ამას ლევინეს უნდა ყოფა მთელი ცხოვრება. არა, მაგდენი არ მეყოფა. წავიღო, რა ვქიმე. რამეს მაინც ძირს ვიყურებ, იქ გავარდნილი კონდეს რამე.
მართლა ულამაზესი სასახლეა და ოსმალეთის იმპერიის ისტორიისა და ხელოვნების ერთ-ერთი გამორჩეული სიმბოლო. ესე ვიტყოდი, საოცრება, ნამდვილად საოცრება. ეს არის ბიბლიოთეკა. რაცა შტამბეჭდავი იყო, თითოეული ოთახი, თითოეული აპარტამენტი იყო ძალიან საინტერესო და დეტალებიც, რა თქმა უნდა, ერთი შემორბენა ხვდებით ხომ რომ აბსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს და აუცილებლად კიდევ რამდენჯერმე უნდა მოხდე. აი კადრებში ჩანს როგორც ვცდილობდი ვიდეოების გადაღებას და მე ამ ვიდეოებიდან მაქვს დასკრინული ფოტოები. რაღაცა გამოვიდა, რა უშავს რაც არის ეგ არის. აი ესეთი სილამაზე. სტამბოლის გულში. მე ჭაღები მაინც არის. ცალკე ხელოვნება ეს ჭაღები ვაფრენ. ხაველოდებით. ორი ჯგუფის წევრი მოკლია. და წავალთ. რა ხედია უკან. მოვწევრია. აქედან უკვე Topkapi-სკენ, ჩემი სისუსტისკენ დავიძარით და გადასადგილებლად გვჭირდებოდა ტრამვაი. ესეც აი ეს სოფია, რომელსაც ხედავთ, რომ რეკონსტრუქცია უტარდება რაღაცა. ცვლილებები აშკარად ვერ ვნახეთ, შიგნით არ შევსულვართ, მხოლოდ გარედან. წავედით Topkapi-ს სანახავად. აღვიჭურვოთ კიდევ. აი რა გითხრათ, არ ვიცი ჩემო ძვირფასებო, აი ამ დერეფნებში სიარულის ემოციას უბრალოდ ვერაფერს შევადარებ. ვერც აგიხსნით რას ვგრძნობდი. გავდივარ Topkapi-დანაც. აი ისეთი გადარბენი ვიარეთ. ერთხელ სტუმრობა ასე თუ შენ გემოზე არაფერ შემოსულია, ისე რომ შენ დროს შენ თვითონ არ აკონტროლებ. არ მეყო. აი არაფრით არ მეყო. ზუსტად ვიცი რომ არაფერში არ მეყო. კიდევ მინდა. არა ერთხელ. ამ ფოტოს იღებ, ან ათვალიერებ. და შემთხვევაში იმ ფოტოსაც ვერ იღებ, ისე როგორც შენ გინდა. არ გაქვს დრო არ გაქვს. ეს ძალიან ცუდია, ძალიან. გადარბენაზე. ნუ ახლა არ ვინერვიულებ, იმიტომ რომ კიდე მოვალ. Topkapi და ბალათის რაიონი დამჭა ტყაվել შემოსავლელი, როგორც მე მინდა. ერთ დროს რო ჰიურემ სულთანი დადიოდა, იქ მობირჟავებ რა. არა ბიჭო. რაც აქ ყოფნაში მე წყალი დავლიე. მაგის ნახევარ საქართველოში რო სვავდი ძალიან კარგი იქნებოდა. მე ვყვეთ გეგმას გადავინაცვლეთ უკვე კიდევ ერთ ძალიან საინტერესო ადგილზე, რომელიც აუცილებლად სანახავია. უი წყალია დაბლა. ეს არის მისტიკა რა. წყალია. ეს უზარმაზარი წყლის რეზერვუარი აშენდა მე-6 საუკუნეში და აქედან ხდებოდა მოსახლეობისა და სასახლის წყლით, სასმელი წყლით მომარაგება. აქვე ხვდებით ორი ცნობილი მედუზას თავის ქანდაკებებს, ამოტრიალებულია ერთი და მეორე გვერდულად. როგორც ვიცი, ისტორიკოსებს დიდად დადასტურებული არა აქვთ, ახლა დანამდვილებით ეს ასე რატომ არის, თუმცა არსებობს ასეთი ვერსია, რომ მისი ბოროტი ძალა სიმბოლურად გაუქმებული იყო, რომ მედუზას შეეძლო ადამიანების ქვად ქცევა. და აი ასეთ ფორმაში და მდგომარეობაში იმიტომ არის, რომ მისი ძალა ასე ვთქვათ განეიტრალებულიყო. ანუ ადამიანებს არ შესძლებოდათ მაინც და მაინც თვალებში ჩახედვა მისთვის. აი აქ ირგვლივ აბსოლუტურად მთელს ტერიტორიაზე არის ხურდა მონეტები ჩაყრილი ძალიან დიდი რაოდენობით. ზოგადად არაფერს არ უკავშირდება ეს ამბავი, წმინდა ტურისტული თემაო და აგერ მეც ვისროლე მაინც რა იცი რა ხდება.
ეს უკვე ჩვენი შემდეგი გაჩერებაა სულთან აჰმედის მეჩეთი, იგივე ლურჯი მეჩეთი, რომელმაც გულწრფელად გეტყვით ძალიან ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, ძალიან ლამაზია და ძალიან ისეთი გრანდიოზული. ძალიან ლამაზია. უმაგრესია. სტამბულში ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება შემწვარი სიმინდი, შემწვარი წაბლი, რომელსაც იქვე შემთვალწინ ადგილზე აკეთებენ. ჩვენც არ გავუარეთ და ვერ ავუარეთ გვერდი, მივირთვით. სიმინდი ცოტა ზედმეტად შებრაწული იყო ისე. მაგრამ წაბლი იყო სამაგეროდ ძალიან გემრიელი. ასევე ჩემი სისუსტეა სიმითი, რომელიც ამ დღეების განმავლობაში გემრიელად ვერ მივირთვი. მოვედი. უბრალოდ აღარ შემიძლია, შევითეთ ესეთი. ვიდეთ. დაულაგებიათ. დაულაგებიათ, ვაიმე. ანუ ჩვეულებრივად გონება და კარგული ვარ. აბა ყავაჩო ტანიათ ჯიგრები. აბა ეს იყო? ბუდაპეშტი იყო, აბა? ჩუსტებსაც კი. თუ რეცეპშენში არ მოსთხოვდი, არავინ ფიქრობდა რომ გინდოდა და გაუკრიალებიათ ჯიგრენის ისეთი დაღლილი ვარ ახლა ერთი იმდენი რომ წყალი გადავიბლო და всё. აი დღეს მორჩა მეორე გაიქცა ეგრევე. კარფური არის 10:30-მდე. აქვე ახლოს არის, ოღონდ 10:30-მდეა და რამე რომ იყიდოს. თუ არა და მე შემდეგ ვარიანტად რჩებოდა მაკდონალდსი და რაღაცნაირად არ მინდა რა მაკდონალდსი მირჩენია კარფურში რამე შეერჩიოს თან უფრო წყალიც გვინდა პრინციპში. უი წყალი მოუტანიათ. ჩაყვანლები. აქ სინათლე არ არის და ძალიან ცუდია, როგორ ვიდგე ახლა ვიდეოსთვის. როგორ დავიწვი? იმედი ეს გადამივახლა რომ დავიბან. უცებ გადამდის. სახეზე კი წავის მზისგან დამცავი და ეს იმისთვის მაქვს რომ მეთქი ხრებზე არ დავიწვა. ეს საერთოდ არ მახსოვდა როგორ დავიწვი, როგორ მწურს. და დავისვედა. ჯერ ადრე 9 საათიც არ არის და შედარებით ადრე მოვედით, ამიტომ ცოტა მეტი დრო მაქვს დასასვენებლად, სამაგეროდ ხვალ დილით ვდგებით. ვდგებით არა, გავდივართ უკვე 9:15 წუთზე. 9:15 წუთზე და ამ დროს უკვე უნდა ვიყოთ ნასაუზმები მოწესრიგებული და ანუ ვდგებით მინიმუმ 7 საათზე. არა, 7:30-ზე რომ 7-ზე უკვე სასაუზმოდ ჩავიდეთ. აუ, ძალიან ადრეა, მაგრამ რა ვქნათ. ხვალ გვაქვს გალათას და პრინცის კუნძულის დღე. ნახოთ. ხვალინდელი დღე საკმაოდ დატვირთული იქნება და ნახოთ რა იქნება. ეს ალბომი უნდა გაჩვენოთ ერთი გუშინდელ ბოსფორის გაგულავებაზე. ეს ფოტოგრაფები ხომ მუშაობენ რა. ანუ ეუბნები რომ არ მინდა ფოტო, ვინ ისმენს, ანუ დგას და გიღებს, ახლა კიდე არ გინდა ვინ გითხავს, კაცო, გეკითხებიო, ვინ ის გააკეთე და მე შედიხარ აზერში პოზიორობ და ბოლოს ეს ნახევარ საათში მოგიდას კალკულაციას. ჩარჩოვო. ძალიან კაია, 5 ფოტოა მე მგონი, 5 კი არ არის 1 2 3 4 5 6 და მე7 და ეს. კაი ფოტოებია. დადგა და გადაიღო. თან ზოგიერთი ფოტო ისია გადაღებული, რომ სულ რო არ ვიცოდით. მაინც, ხო და 40 ევრო რა, 39 ევრო გამოვიდა ზუსტად რომ მოთვალა. არ გვინდა. რომ გადავხედე თან საშინლად ვარ არ მომწონს, მეთქი არ მინდა. და ბოლოს უკვე 800 ლირად, 100 ლირა, 6 ლირა თუ 5 არ მახსოვს რა ზუსტად. სადღაც ეგრეა. და 800 ლირად შესაბამისად რა ვიცი, რა იქნება ახლა 40 ლარი ან ხოდა ან არა, ცოტა მეტი შეიძლება. აი ესე გამოვიდა. აი ესე თქვენი ჭირი მეორა. აბა ჩემი ფოტოები რა თუნდა ლოგიკურადაც რო დაფიქრდი ახლა იმას ჩემი ფოტოები რა თუნდა ხო? აი რა სჭირდება შანსი არ არის ახლა გადაყარას და გადაგდებას ვიღაცის ფოტოებისას გააკეთე ის თუნდაც რაღაცა 2 კაპიკი. ისე რომ ახარ დავგოიმდით რა. ჩვენ კუშადასიდან მქონდა მაგის გამოცდილება. თავიდან ბევრი თქვა. მე ოღონდ თვითონ გაიარა გამოიარა ცოტა ხანი გვიყურა, ცოტა ხანი კიდე ცოტა ხანი სამჯერ შემოგთავაზა და ბოლოს სულ თავიდან რასაც ეუბნებოდა რომ მოგცემ მე მეტი არა მაქვს. იმ თანხაზე მოგცა, ოღონდ ის 2 ფოტო იყო, თუ არ ვცდები 2 ფოტოა და ოღონდ ძალიან კარგი ფოტოებია უფრო. ხარისხით ბევრად უკეთესი ფოტოები გადაიღო ოღონდ. ეს ნახევარი. 11-ის ნახევარია? უ
ხშირია. ამიტომ მივდივართ, ამ დროს არის ხოლმე მარტო მაკდონალდსიო. ცოტა უნდა ჩავისეიროთ, ეს არის ჩვენი სასტუმრო. ხოდა თან გავიაროთ, ამ გასეირნების ფუფუნება არ მქონია, რაც აქ ვარ. ვერ გავისეირნე. იმიტომ რომ ესეთი გაწყვეტილები მოვდივართ და იმდენად გვიან შემოვდივართ სასტუმროში, რომ აი, გარეთ გამოსვლის კი არა. სუნთქვის თავი არ მაქვს. იმდენი მასალა მაქვს გადაღებული, იმდენი ფოტოები, იმდენი ვიდეოები, რა სტორისთვის, რა YouTube-ისთვის, რა ისე, მაგრამ რომ გადავხედო და გადავათვალიერო, მაგის თავიც არა მაქვს. ანუ საერთოდ ფოტო არ დამიდია, მე რამდენი დღეა აქეთ ვარ. 1-2 სტორი მიდევს და ეგაა. გამოჩნდა ჩვენი მაკი. ისე ადგილ-ადგილ აქ ისე დადიან. საქართველოში მოძრაობა მიედრება. გიჟებივით დადიან შეუულებრივ ტროტუარზე კი არა. არ ვიცი. ვუყვეთეთ და დაველოდოთ, აბა. დათა გაერთობა. ემილი. ესე ჩვენი მენიუ. ორივე ერთად, ანუ 4 ბურგერი და 2 ფრი. და პლუს კოკა. 30 ლარი. ყველაფერი ერთად. რომელი მეკას მაის 30 ლარი. მე ვითომ გავიპრანჭი არ მინდა მეთქი რა ვიცი, მართლა არ მინდოდა, მაგრამ ძალიან გემრიელად მივიღე. დღეს პრინცის კუნძულის დღე გვაქვს, გადავდივართ. პრინცის კუნძულები ოღონდ ერთ კუნძულზე გადავდივართ. ბუიუკადაზე. ყველაზე დიდი კუნძული ყოფილა მოკლედ ეგ, აქ კუნძულებს შორის. სადაც ძალიან ბევრი თავისუფალი დრო მექნება წინა დღეებისგან განსხვავებით. აქ ყოფნაში აი ესე თავისუფლად ჩემ გემოზე სიარული ძალიან მაკლდა, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ კუნძულზე ერთ-ერთ ლოკაციაზე არ წავსულიყავით, დავრჩენილიყავით ქვემოთ, გვესეირნა, გვეჭამა და დრო გაგვეტარებინა რაღაცნაირად თავისუფლად და ვაიმე ძალიან მჭირდებოდა ეგ. მაქსიმალურად ვთქმები ხედებით. ჩვენს კუნძულამდე გზას დაახლოებით დასჭირდა საათი და რაღაც წუთები და სრულიად საკმარისი დრო იყო იმისთვის, რომ გვეპოზიორა, გადაგვეღო ყველაფერი და აი ხედები საოცრებაა უბრალოდ აქ ხდებოდა რა. ამოვიდა ეს კაცი, აბა წავიდა შოუ და თლის უსასრულოდ რაღაცა მეთქი რაღაცას გააჭეს, ეხლა კი ინტერესირო პრესტიჟული პოსტლეული დათალა და რა საკეთებს უყოდ არ ვიციათ. არა მაგ ნერვები ამას გადაღების და ბოლოში ნახავ. ეთქვით რა ვიღაც გამოაჩენს საბოლოოდ. ბოლოს რას გააკეთებს საბოლოოდ? შეგატყობინე. მეც ინტერესი ხელოდები. სათლელის რეკლამა აღმოჩნდა მთელი ეს ამბავი. სათლელი. ჭახს და თვალი ხარავსო. გაყიდა ის საკაიფო. ხო და რა ვიცი, ჩვენ შემოგვეყიდა ახლა სულ ასეთი დოფალი ვითო ვერ იცხოვრებო ახლა და ესე მოკვდაურ ცხოვრებას რომ დაუბრუნდებიო დაგჭირდება. ისე რომ ვიყიდეთ რა ვიცი. მიყიდა. აი ამ ხუმრობასა და მაიმუნობაში კი გავიდა დრო უცბად. მივადექით უკვე ბუიუკადას, უშუალოდ იმ კუნძულს, სადაც მივდიოდით. ძალიან ლამაზი კუნძულია. აი ძალიან ლამაზია ერთგვარ, რა თქმა უნდა, ყველაფერი. გავისტუბრეთ მთელი ჩვენი ჯგუფი, დაგჭირთ ჩვენ და მოკლედ დავიწყეთ შემოვლა, შემორბენა და ალბათ ყველა კუთხე კუჭული რაც ირგვლივ იყო ნახეთ. უმეტესად ვცდილობდი რომ პირდაპირ ჩემი ემოციები გადმომეცა და გესაუბრებით კადრებში, მაგრამ მიწევს აი ასე ხმის დადება ქუჩის ხმაურის გამო. მიკროფონი არ მაქვს და ამ ამბავს მოვაგვარება აუცილებლად, ეგ ვერ გავითვალისწინე რომ ხმაური ძალიან შეგვაწუხებდა და რადგან ეს შემაწუხებელი ხმები ისმის, ჯობია რომ აი ესე ხმა დავადო, მოკლედ თევზი, რა თუ არა თევზი, ჯერ ისე თევზი ვჭამეთ, მერე სენდვიჩი ვჭამეთ, მერე ყველაფერი ვივირთვით, რაც გვინდოდა და არ გვინდოდა, ძალიან კარგი დრო გავატარეთ, ოღონდ მართლა ყველაზე კარგი დრო გავატარეთ ამ დღეს. ეგთვის აქსესუარები იყო უამრავი და ზუსტად ჩემი ტანსაცმლის სფერებში ვიპოვე იქ კადრში ჩანდა წინ. მოვირგეთ მასზე და ეგ უკვე გალათასთან ვიპოზიორე. ამდენ წინ და უკან სიარულსა და ბოდიელში აბა რას გადავაწყდი თუ მიხვდებით პირველივე კადრში.
ალბათ მივხვდით და დაელოდეთ გენაცვალე. ერიშვილების სულთანს. ესე მომარგო სამოსი ქალბატონმა, თუმცა გაიკალა თავი და ერთი ფოტო და არანაირი ვიდეო არ გადაგვაღებინა, ეს ჩუმად ერთწამიანი ვიდეოა შენელებული კადრით და ფოტო რა გამოვიდა გაჩვენებთ ახლა. მე ხო არ იცით როგორი ჰიურემ სულთანი გავიჩით, ვინც ყავს დამატებული, თუ ისაც ყავარ დამატებული, კი ნახავთ. ცოცხალი თავით აი გაიკალა თავი და ერთი ფოტო არ გადაგვაღებინა, ჩვენით ვიდეოზე ხო ზედმეტია საუბარი. იარე და ისე ირნე. დატკბი ადამიანი როგორც გინდა. ძალიან კარგი ეს კუნძული არის კიდევ იმიტომ და კომფორტული, რომ არ დადის ტრანსპორტი და არ გებლანდებიან ფეხებში. რაღაცა ლამაზი პატარა ზომის ავტობუსები შევნიშნე მხოლოდ. მეტი არანაირი ტრანსპორტი არ გედება ფეხებში, რაღაცა ავტომობილები არ არსებობს. და ძალიან კომფორტულია. დადიხარ ესე შუა გზაზე, როგორც შენ გაგიხარდება და როგორც გინდა. ორი და თუნია წვენი გავჩითე. აი მე როგორ დავიწვე, გუშინ დავიწვე. ეს კი დავიწვე. ზისგან დამცავი, მაგრამ გუშინ არ გამახსენდა ყველგან წავიში და ეს გული რომ მუღეღილი მქონდა, ეგ არ მიფიქრია მაგაზე. და კარგად მივიბრაწე. პოჭივით. ესეც ცნობილი თევზის სენდვიჩი, აუცილებლად ბოლო ლუკმა კბილად შემოვიტოვეთ და გავიდეთ ბოლოსკენ. ეს ვლოგი დავასრულოთ ამ დღით. გაგრძელება აუცილებლად იქნება, წინ გიტოვებთ რამდენიმე ლამაზ კადრს და დაელოდეთ შემდეგ ვიდეოს.